სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისად. ამინ. ალბათ ყველა სასულიერო პირი დამეთანხმება, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენთან მოდის, სხვადასხვა პრობლემით მოდიან, რა თქმა უნდა, ადამიანები, მაგრამ ძირითადად სულიერი თვალსაზრისით ყველას ერთი პრობლემა აქვს. ძალიან უჭირს ადამიანს ეკლესიაში მოსულს, გულისხმობთ, რომ ეკლესიის გარეთ ეს პრობლემა ხო თავისთავად ცხადი არსებობს. ძალიან უჭირს ეკლესიაში ყოველ მოსულ ადამიანს გააცნობიეროს თუ რისთვის მოდის. ეს ადამიანისაგან მემკვიდრეობით გადმოსული რელიგიური ცხოვრების რაღაც გარეგანი წესებით დაკმაყოფილების ეს სურვილი იმდენად ძლიერია და გამჯდარია თითოეულ ჩვენგანში, რომ ჩვენ თვითონ ქრისტიანობასაც ასე და ამგვარად უყურებთ, მას აღვქვავთ რაღაც დოგმატების, წესების, კანონების კრებულად და ფაქტიურად წდებით ყველაზე მთავარს, რისთვისაც ეს დოგმატები მოგცა თავად განკაცებულმა ღმერთმა, ეს წესები და კანონები დაგვიდგინა. ანუ გულისხმობ ცოცხალ ქრისტესთან ერთობას. ასევე ასკეტური ცხოვრება, რომელიც უმნიშვნელოვანესია სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ შესაძლოა ასკეტური ცხოვრებაც ფარავს იმ მთავარ მიზანს, რომელსაც კვლავ ვიმეორებ, ადამიანად მოსული ღმერთის ძიება და მასთან ურთიერთობა ჰქვია. ამას ემატება ეს თვითონ ეკლესიაში ორიენტირის დაკარგვა. ეკლესიაში დაკარგვა ორიენტირისა. ეს ორიენტირი იესო ქრისტეა. მასზე არის ყველაფერი ასხმული და აგებული. ის არის ჩვენი სიცოცხლის არსი. ის არის ერთადერთი ღირებულება. და ყველაფერი მასია, ესე იგი, ყველაფერი მასია აგებული, როგორც გითხარით, არა მარტო ჩვენ ცხოვრებაში ზოგადად, არამედ თვით ეკლესიაშიც. რაც შეეხება ამასოფლის სულს, რომელიც მუდამ პრობლემას გვიქმნის. აი დღესაც აღმოვიკითხეთ, წარმოიდგინეთ, ერთადერთი მართალი სამყაროში ნოე. დღეს აღმოვიკითხეთ საწინასწარმეტყველოში. და თვრება ღვინით და როგორ კარგავს თავის სახეს, რასაც მე ქამი ცუდად იყენებს. მაგრამ მეორე მხრივ განა მარტო ღვინით თვრება ადამიანი ამ სოფელში, განა ყველაფერი რაც კი აქ ხდება, არ გვიბიძგებს იმისკენ, რომ დავივიწყოთ ჩვენი ზეცის მოქალაქეობა, როგორც პავლე მოციქული ხაზგასმით ამბობს. ამ დროს საღვთო მადლი როგორ სასწაულად გვეხმარება თითოეულ ჩვენგანს. აი წარმოიდგინეთ, თითოეულ ჩვენგანი სახლში უნდა იყოს ოჯახის წევრებთან, ან ეძინოს, ან ისვენებდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ აქ მოვდივართ. მოვდივართ, მე იმედი მაქვს, მოვდივართ გაცნობიერებულად, მხოლოდ ქრისტესთვის და არაფერი სხვა რამისთვის. მოვდივართ იმისათვის, რომ შემოკრებილნი ვიყოთ იმ ცენტრის მიმართ, რომელსაც ქრისტეს ჩვენთან საიდუმლოებრივი ყოფობა ქვია. და ჩვენ ვეზიაროთ. არსობრივად მართალია საკურთხეველი წინ არის და წმინდა ტრაპეზი საკურთხეველშია და სწორედ იქ იყო ტარიგი დაბრძანებული, რომელსაც ჩვენ ვეზიარეთ, მაგრამ არსობრივად ის ჩვენს შუაგულშია, შეიძლება ასე თქვა, ჩვენ მის გარშემო შეკრებილნი ვართ. როგორც ამბობენ ძველი ლიტურგიები, შეიძლება სწორედ ამგვარათაც ტარდებოდა, ცენტრში იყო და მსახურება გარშემო ტარდებოდა. ზოგიერთ ძველ ტრადიციებში ეს დღემდეა შენარჩუნებული. არსობრივად ესეა. აი წარმოიდგინეთ, გარედან რომ ვიღაცა ურწმუნო გვიყურებდეს, ჩვენ ურწმუნო, რომელსაც რელიგიური გზნობებიც კი მაინდა-მაინც რომ არ აწუხებს. უბრალოდ შლეგებად ჩაგთვლიდა, იმიტომ რომ კვირას მსახურება ჩატარდა, იმისთვის რაღაც გაუგებრობა, ჩვეულებრივი და პური და ღვინო ჩვენ გვწამს უფლისა, რომ გარდაისახა ხორცსა და სისხლად, ჩვენი შევინახეთ დღევანდელ დღემდე, გარშემო შემოუსხედით ასე წიწილებივით, მთელი ეს მსახურება, ღამის ლამაზი მსახურება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს ყველაფერი მხოლოდ მას ეძღვნება, მას
მთელი ჩვენი გულის, გონების მზერა მისკენ არის მიმართული და შემდეგ მას მივიახლებით. და ამ ერთი ღვთაებრივი პურით, რომელიც იესო ქრისტეს ხორცია და სისხლით ვიღებთ რამას, ღმერთსაც უერთდებით და ერთმანეთსაც და ვაშენებთ ერთ ქრისტეს მისტიურ სხეულს. და მე აქედან რომ მივდივარ, თუ გონიერება ყოფნის, მთელი ჩვენი არსებით, ყოველთვის და ხშირად ვამბობთ ხოლმე ამ სიტყვას, ყოველ წამს წამებით შედგება ჩვენი ცხოვრება და იქნება წამი უკანასკნელი ამოსუნთქვისა და ძალიან მნიშვნელოვანი წამი იქნება ეს ჩვენ ცხოვრებაში, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა ჩვენ ამოვისუნთქავთ უკანასკნელ ამოსუნთქვით. ამიტომ არის ყოველი წამი მნიშვნელოვანი. აქედან რომ მივდივართ, როგორც გითხარით, ყოველ წამს ვცდილობთ, თუ ჩვენ გონიერება ყოფნის, რომ შევინარჩუნოთ ის განწყობა, რომელიც უცხო თვალისათვის სიშლეგეთ ჩანს, მაგრამ ჩვენთვის აქ ყოფთათვის ერთადერთი არსია ცხოვრებისა, განკაცებული ღმერთი იესო ქრისტე. და ჩვენთვის ის რაც სხვებისათვის სისულელია, ჩვენთვის ერთადერთი აზრია, იმიტომ რომ ღმერთი, რომელიც მოვიდა ადამიანად და ჩვენთვის ხელშესახები გახდა, არ შეიძლება ჩვენ გქონდეს სხვა რაიმე საქმე გარდა მისი, გარდა მასთან ყოფობის. ჩვენ თუ ასე შევხედავთ ჩვენს ქრისტიანობას, მაშინ ჩვენ არ ვიქნებით შორს მათგან, რომლებიც მოციქულებად იწოდებოდნენ და უფლის ერთგული მოწაფეები იყვნენ. თითოეულ ჩვენგანს ეგ აღთქმა აქვს დადებული, რომ ჩვენ ქრისტეს მოწაფეები ვართ, რომ შედგომილნი ვართ ქრისტეს, ანუ მას მივყვებით და მისი მიმდევარნი ვართ. და მოციქულებთან შედარებით, სანამ ეკლესია დაარსდა სულთმოფენობისას, მანამდე რომ იყვნენ იმათთან შედარებით წინ წასულნი ვართ. იმიტომ რომ აი მაგალითად თაბორის მთაზე, როდესაც მოციქულთა წინაშე უფალმა ფერი იცვალა, მათ მოციქულები თავისი სულიერი მდგომარეობით და პლუს საღვთო მადლით და განგებით ღირსნი გახდნენ სასუფევლის წინა გემოს ხილვისა. გახსოვთ უფალი რას ამბობს ფერისვალების წინ? არიან აქ მდგომარენი, ზოგიერთნი, რომლებიც არ იხილავენ სიკვდილის გემოს, მანამ ვიდრე არ იხილავენ იმას თუ როგორი იქნება სასუფეველი. მე ზუსტ ციტირებას არ ვახდებ. და 6 დღის მერე უფალმა აიყვანა ისინი თაბორის მთაზე. 6 დღის გასვლის მერე. და უფალმა მას წინაშე ფერი იცვალა. ანუ განღმრთობა გამოავლინა და მოციქულები დროის რაღაც მომენტში განაღმრთო და მათ განღმრთობილ მდგომარეობაში იხილეს ნათელი, ოღონდ ეს ნათელი მათ გარეთ იყო და უფლიდან გამომკრთოლვარე იყო და მათ თავის გარეთ იხილეს ეს ნათელი. სულ სხვა მდგომარეობაა ჩვენი მდგომარეობა. და მე მაგალითად მოგიყვანთ წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდია იქ ესეთი, როდესაც წმინდა გრიგოლი ლოცულობს, ეს საღვთო თაბორისეული, განღრთობილი ბუნებისათვის დამახასიათებელი ხედვის უნარით, რაც ხდება იქ გრიგოლ ხანძთელი ლოცულობს, ეს ნათელი გამოდის არა საიდანღაც და ამას გრიგოლი კი არ ხედავს, არამედ გამომკრთოლვარია გრიგოლიდან გარეთ. გახსოვთ ეს რამდენიმე მაგალითი წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში. და არა მარტო მასთან, არამედ ჩვენ როცა წმინდათა ცხოვრებებს ვკითხულობთ, ის წმინდანები, რომლებიც ღირსი გახდნენ ამგვარი ნათლის ხილვისა, მათ ეს ნათელი შიგნიდან გამომკრთოლვარია. რატო? იმიტომ რომ ჩვენ მოციქულებისაგან განსხვავებით სულთმოფენობამდე ჩვენ ვართ ქრისტეს მისტიური სხეულის ნაწილი. ქრისტეს სხეულის ასოები ვართ სხვადასხვა. და ღმერთი ჩვენს გულშია დამკვიდრებული. და რეალურად პოტენციაში უпроსტოდ ჩვენ განღრთობილნი ვართ, ჩვენ გულს ამის და ჩვენს შიგნით ჩვენი გულის განწმენდაზე რომ მუშაობდეთ და უფლის მადლს შესაძლებლობა მივცეთ, იმიტომ რომ ის ჩვენზე არ ძალადობს, ჩვენი შინაგანი სამხარო გაბწყინდება. და როდესაც ჩვენ სულიერ ცხოვრებას ასე და ამგვარად შევხედავთ, არ უნდა დაგვაბკოლოს იმან, რომ ჩვენ ერისკაცები ვართ. სხვათა შორის, როცა წმინდა გრიგოლ პალამა აი ესეთ
მაღალ მატერიებზე შეიძლება ქადაგებს და ადამიანის განხრთობაზე საუბრობს და საღვთო ნათელის ხილვაზე საუბრობს, რომელიც არის სასუფეველი არის თაბორისეული ნათელში მყოფობა, ამ ნათელის ხილვის უნარი. ქრისტე, ან რომელიც ქრისტეადან გვეძლება და ჩვენ ქრისტეს სხეულის ნაწილნი ამას შიგნიდან განვიცდით უკვე. ეს არის სასუფეველის მდგომარეობა. გრიგოლ პალამა როცა ამ თემებზე საუბრობს, იგი არ ესაუბრება მონაზვნებს. იგი დგას საერო ტაძრის ამბიონზე და ესაუბრება ერის ადამიანებს, დაოჯახებულებს, კათხოვილებს, ცოლიანებს, ახალგაზრდებს, ქალებს, კაცებს, ბავშვებს, ერის ადამიანებს და ეუბნება მათ, რომ ეს მათი საკეთებელი საქმეა. ეს ჩვენი საკეთებელი საქმეა. და ჩვენ ამით არ განსხვავდებით არც ერთი ადამიანი, არც ერთი ქრისტიანისაგან, მათ შორის მონაზვნებისაგან. მათ მეტი შესაძლებლობა აქვთ, გასაგებია. მაგრამ მეორეს მხრივ, ვალდებულება ეს ჩვენიც არის. ამიტომ, როდესაც პავლე მოციქული გვეუბნება, რომ მოუკლებლივ ვილოცვიდეთ, ეს ჩვენიც საკეთებელია. მაგრამ მოუკლებელი ლოცვის აუცილებელი პირობა გულის განწმენდა, რომელიც ისევ ლოცვით ხდება, მაგრამ ამავე დროს ეს არის პირველი საფეხური. მოუკლებელი ლოცვის მდგომარეობა მეორე საფეხური, ეს ჩვენი გასავლელი საფეხურებია. განსაკუთრებულად სასულიერო პირებისა. სასულიერო პირობა ამის გარეშე საერთოდ არ შეიძლება. და აი ჩვენ აქედან რომ მივდივართ, მთელი ჩვენი არსებით უნდა წვალობდეთ იმისათვის, რომ არ დავთვრეთ ამასოფლის სულით, ამასოფლის სიამოვნებებით, რომელიც ასე ძალუმად გვეტანება, აგრესიულად, გვეტამასნება. ამასოფლის სულს ღირსება არ აქვს, არც დემონურ სულს ღირსება არ აქვს. იგი გვეტამასნება, ვერ ვიცილებ, გვეწეპება როგორც ჭუჭყი და მთელი მისი არსით ცდილობს, რომ შეგვარცხინოს და ის სახე დაგვაკარგინოს, რაც არა უბრალოდ როგორც ადამიანებს უნდა გქონდეს, არამედ როგორც ღვთის ხატ და მსგავს არსებას უნდა გქონდეს. და აქ უნდა გვეყოს სიბრძნე, რომ ზუსტად გავიკვლიოთ ის აი ამაწუთის სოფელში ვიწრო და ეკლიანი გზა, ხო, ვიწრო და ეკლიანი გზა, დიახაც. ეს არის ჩვენი გასავლელი გზა. მე რა რომ ჩვენ ერის ადამიანები ვართ. ვიწრო და ეკლიანი გზა და ის კარიბჭე, რომელშიც ჩვენ უნდა შევიდეთ, მას ბევრი აძებს და ცოტა პოულობს. და ეს კარიბჭე თავად ქრისტეა. ანუ ქრისტეა ძნელი საპოვნელი ამ სამყაროში. ქრისტეა ძნელი საპოვნელი ეკლესიაში, ქრისტეა ძნელი საპოვნელი ეკლესიურ ადამიანებში. მაგრამ ძნელი იმიტომ კი არა, რომ გვემალება. პირიქით ის თითოეული ჩვენგანის გულთან დგას. ძნელი მხოლოდ იმიტოა, რომ ჩვენ არ გვინდა. და საკმარისია მოვინდომოთ. ჩემ თავს ვეუბნები, მოვინდომოთ და შევიბრალოთ ყოველი წამი დაკარგული მის გარეშე არსებული. ყოველი წამი დაკარგული მის გარეშე, ქრისტეს გარეშე არსებული წამი შევიბრალოთ. და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ამ სოფელში, ყველა ჩვენი ვალდებულებები გავგვაჩნია, ყველაფერს ღვთის სადიდებლად ვაკეთებდეთ. და მაშინ აი აქ მოსვლას უკვე აზრი აქვს, იმიტომ რომ ჩვენ აქედან წავალ, ჩვენ ამას შევინარჩუნებთ, არ დავკარგავთ. და დამერწმუნეთ, რომ ჩვენი გული სიხარულით აივსება. როგორი ძიმე ცხოვრებაც არ უნდა გქონდეს, იმ სიხარულს იქ რომ არის ვერაფერი და ვერავინ წაგვართმევს. იმიტომ რომ ჩვენ თუ იმ საზომს ვერ მივაღწევთ, რომ ნათელი გზნობითად ვიხილოთ, რომელი ნათელიც თვითონ ფიზიკური თვალით არ იხილვება. მოციქულებმა რო იხილეს, მათი ფიზიკური თვალიც უკვე სხვანაირი იყო. მაგრამ ცხოველს ამ ნათლის ხილვა არ შეუძლია, როგორც იგივე გრიგოლ პალამა ამბობს. მაგრამ ის იმ შეგრძნებით, რა შეგრძნებითაც ადამიანი ხედავს, თუნდაც ნათლად ვერ ხედავდეს, ის შეგრძნებაც არის პირველი საფეხურები ღვთის ხილვისა, რომელიც ჩვენ შიგნით აღესრულებს. ოღონ ერთი რამ არის აუცილებლად. როცა ადამიანი ამ გზაზე დგას, ყველა შემთხვევაში უნდა აკონტროლოს საკუთარი თავი სხვა ადამიანთან მიმართებაში. და ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა ადამიანთან მიმართებაში არის სხვა ადამიანში ღვთის ხატის ხედვა და მასთან მორჩილებითი და სიმდაბლითი ურთიერთობა. და ძალიან გვაკლია ხოლმე ჩვენ. ძალიან. და როდესაც ეს არ ვითარდება ჩვენში და ჩვენში პატივმოყვარეობა და ამპარტავნება დომინირებს,
და ჩვენ ბეპოტინებით იმ სიწმინდეს. აი ეს არის სწორედ ხიბლის წყარო და ღმერთმა დაგვიფაროს ამის. უფალი შეგვეწიოს და მოგცეს ძალა რომ ამ გზაზე ღირსეულად ვიაროთ. ამინ.